სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები საქართველოში 2020 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი 1000 მოსახლეზე თითქმის 3-ჯერ აღემატება ევროკავშირის მონაცემებს. ამასთანავე ფატალური შემთხვევების თითქმის მეოთხედის სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება. თემაზე ირაკლი იზორია გვერდდება ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი. ქულათა სისტემის გამოყენების სიჩქარის გადაჭარბების პრევენცია, ასე ქვია კვლევას, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ ჩაატარა და უფრო მეც უკვე სტუმრისგან შევიტყავთ. დილომშვიდობის ირაკლი, მადლობა სტუმრობისთვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ალბათ განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში არის ხოლმე და ზაფხულის დასასრულს, როდესაც უკვე იმ შედეგებს გავეცნობით ხოლმე, რაც სამწუხაროდ ზაფხულში უფრო მეტად დგება. კვლევაზე რომ მოგვეყვათ თავდაპირველად. მოგეხსენებათ, ზოგადად საქართველოში ბოლო წლების ტენდენცია არის სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების მატება და ეს ყველაფერი აღინიშნა სტატისტიკაზე. 2020 წელს 1,5 მილიონი ჯარიმა არის გამოწელილი, ანუ 1,5 მილიონი დარღვევა მოხდა მთლიანი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა ქულათა სისტემის სარგებლიანობაზე, თუ როგორ უნდა მიებას ვიდეო და ფოტო ჯარიმებით, ანუ გამოწერილი ჯარიმების ხო, ისიც უთხრათ მაყურებელს, რომ ქულათა სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმის შემთხვევაში გვაკლდება, ხო? როცა ქულათა სისტემა მიიღო ქვეყანამ, ეს გულისხმობდა იმას, რომ ამის განვითარების პერსპექტივა უნდა ქონოდა და შესაბამისად მომავალში უნდა მიმულიყო ვიდეო ჯარიმები ქულებს, ვინაიდან ყველაზე მეტი ადამიანი ვიცით, რომ სიჩქარის გადაჭარბებით უღუება, ამიტომ აუცილებელია პრევენცია სიჩქარის მიმართულებით მოხდარიყო. თუმცა ესე არ მოხდა. დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ და მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟი როცა აჩერებს ადამიანს, ანუ მძღოლს, ამ შემთხვევაში ხდება ქულების ჩამოკლება. სხვა შემთხვევაში ქულების ჩამოკლება არ ხდება, ვინაიდან სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დადგენა ხდება მხოლოდ ვიდეო კამერებით და პატრულის მიერ არ ხდება, ამიტომ ფაქტიურად 99%-ზე მეტი ქულათა ჩამოკლების, ესე რომ ვთქვათ, მაჩვენებელი არ არსებობს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 20 ქვეყანა აგვიღო და შეგვესწავლა იქაური პრაქტიკა, თუ რა მიმართულებებს იყენებენ ზოგადად ქულათა სისტემისა და სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის კუთხით და ვნახეთ, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში არის მიმული ვიდეო ჯარიმებზე ქულათა სისტემა. 16 ქვეყანაში გამოიკვეთა, რომ ქულათა მატებით ხდება ქულების, ესე რომ ვთქვათ, მართვის მოწყობის შეჩერება, ანუ 1, 2, 3, ანუ ემატება ესე ქულები და როცა უახლოვდება დავუშვათ 6 მაჩვენებელს, ან 8 ზოგან 10, 12-ია, ამ შემთხვევაში ხდება მართვის მოწყობის უფლების შეჩერება. ხოლო 4 ქვეყანაში იყო ჩამოკლება. ჩვენთან ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ანუ ქულების მოკლების პრინციპს, შესაბამისად ერთ წლიან ვადაში ვიცით, რომ 1 იანვარს ყველა მძღოლს ავტომატურად ენიჭება 100 ქულა და წლის განმავლობაში თუ 100 ქულის ამოწურვა მოხდება, მერე უკვე მართვის უფლების შეჩერება ხდება. და ზუსტად ეს გვინდოდა დაგვედგინა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო საქართველოში ამის გაკეთება, ვინაიდან არის ძალიან ბევრი კითხვები, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა მოხდეს მძღოლების იდენტიფიცირება, როცა ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ტენდენცია, რომ ერთ ადამიანზე ავტომობილი რეგისტრირებული, მაგრამ სხვა ადამიანი მართავს და ამ შემთხვევაში როგორ იქნებოდა ამოცნობა, ამის ძალიან ბევრი მაგალითები ვნახეთ. მძღოლი არის ვალდებული, როცა მას მიუვა ვიდეო ჯარიმის შეტყობინება, შესაბამისად 2 კვირის ვადაში ან 1 თვის ვადაში შეატყობინოს უკვე შესაბამის უწყებას, რომ თვითონ არიჯდა, თუ არ შეატყობინებს, ამ ვადის გასვლის შემდგომ ავტომატურად მძღოლს, ანუ იმ ადამიანს აკლდება ქულა, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული. აქვე პრობლემები იყო იურიდიულ პირებზე რეგისტრირებულ ავტომობილებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდარიყო აღსრულება და ესეც ვნახეთ პრაქტიკებში. ხდება ძალიან ჩვეულებრივად, როცა იურიდიულ პირს ყავს ავტომობილები, მაგალითად პირობითად ავიღოთ სადისტრიბუციო ავტომობილები, შესაბამისად აწარმოებენ აღრიცხვის ჟურნალს, ანუ თუ რომელ საათზე, თქვათ, რა მომენტში გავიდა მძღოლი და ესე რომ ვთქვათ, მართავს საჭეს, რა მომენტში დააბრუნა ავტომობილი შესაბამის ბაზაზე და როცა ხდება ავტომობილის დაფიქსირება სამართალ დარღვევაზე, მიდის შეტყობინება იურიდიულ პირთან, ხოლო იურიდიულ პირი ვარდებულია დაასახელოს, თუ რომელი მძღოლი იზრდა, მას აქვს უკვე ჩანაწერები. ხოლო თუ არ დაასახელებს, საკმაოდ სოლიდური ჯარიმები არის იურიდიული პირის მიმართ და მოგეხსენებათ, ეს იურიდიული პირები არა მხოლოდ მომსახურების სფეროში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, არამედ იურიდიულ პირებს შეიძლება განეკუთვნებოდნენ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურება როგორც ლოკალურად მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ასევე საქალაქთაშორისო გადაყვანებზე. ამიტომ კარგი არის ეს პრაქტიკას დაინერგოს, რომ ფაქტიურად ყველა მხრიდან მოვახდინოთ აღსრულება და
სადღაც ზოგადად კულათა სისტემის მიღებით გლობალურად 10%-ით ხდება სიკვდილიანობის შემცირება, თუმცა სიჩქარის გადაჭარბების მიბით დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ბევრი პროცენტული კულათა სისტემა შემოვიდა, როგორც მე ხვდი, ეს კლება არ გვაქვს ხო? დიდად კლება არ გვაქვს, გეტყვით რომ ბოლო წლების განმავლობაში როგორც მახსოვს 2024 წელს მხოლოდ 200-მდე ადამიანს შეუჩერდა მართვის მოწყობა, როცა 1.800.000 თუ 1.900.000-ზე მეტია მართვის მოწყობა გაცემული და 200 ადამიანს შეუჩერდა და ზუსტად ამიტომ ამბობთ რომ თითქმის უმეტესობა ეს დარღვევები რომელიც 1.5 მილიონია და უკავშირდება სიჩქარის გადაჭარბებას აუცილებელი არის ამის მოხდეს და პრევენცია. ვიცით რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე კი არის ჯარიმა ეს 50 ლარი და არიან ადამიანები რომლებიც ათასობით ლარი ჯარიმას იხდიან ყოველთვიურად, მაგრამ მაინც დადიან ქუჩებში და ფაქტიურად ეს ადამიანები არიან პოტენციური მკვლელები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანები შეიწირონ. სად არის მაშინ გამოსავალი თუ თქვათ არც ამ კულათა სისტემამ გაამართლა და არ მოგვცა ის შედეგი, რასაც ველოდით, მიუხედავად თქვათ თუნდაც ჯარიმების, რომელმაც მოიმატა, ხო, უფრო მეტია ახლა გადასახადი ვიდრე წინა წლებში იყო, მაინც არ აშინებთ და მზად არიან რომ თუნდაც ათასობით ლარი გადაიხადონ და მაინც იარონ ჩქარას. სად ხედავთ გამოსავალს? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის. ზოგადად ქვეყანაში უნდა გაუმჯობესდეს სიჩქარის მენეჯმენტი. ეს არ არის მარტო კულათა სისტემაზე დამოკიდებული. ვიცით რომ შეიძლება შემოვიღოთ ვიდეო ჯარიმის მიუხედავად კულათა სისტემა, თუმცა ამავდროულად გეტყვით რომ ბოლო ეხლა 6 თვის განმავლობაში საქართველოში მოიმატა ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობა. ანუ წარმოიდგინეთ თუ 200 ადამიანი ზოგადად დაიღუპა, სადღაც 100 არის ფეხით მოსიარული, რომელიც არცეთ მე არ მახსოვს ბოლო 20 წლის განმავლობაში მსგავსი სტატისტიკა დაფიქსირებული იყოს და ეს ყველაფერი გამოწვეული არის სიჩქარის მენეჯმენტის არაეფექტური მართვით და რა იგულისხმება ერთი ის რომ სიჩქარის კონტროლი უნდა მოვახდინოთ ამ კულათა სისტემით და შესაბამისად მძღოლებს შევქმნათ განცდა რომ შეიძლება მათ ჩამოერთვათ მართვის მოწყობა კულების ამოწურის შემდგომ. მეორე მიდგომა არის ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ურბანული ლიმიტები სიჩქარესთან დაკავშირებით. ზუსტად ეს არის ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების ძალიან დიდი მიზეზთან დაკავშირებული. მაგალითად დედაქალაქში ან სხვა მუნიციპალიტეტებში არის ურბანულ დასახლებებში 60 კმ/სთ დაშვებული, შემდგომ ვიცით რომ ტოლერანტობა არის 15 კმ/სთ და 75-მდე ქალაქში წარმოუდგენელია ავტომობილი დადიოდეს. გეტყვით რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არ უნდა ვნახოთ, ურბანული ლიმიტი არ არის 50 კმ/ზე ზევით, ან მაქსიმალური ზღვარია და სხვადასხვა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ პანდემიის პერიოდი გამოიყენა ძალიან კარგად, რადგან 30 კმ-იანი ზონები დანერგეს, მაგალითად იგივე ესპანეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთში და ამან თავისთავად როგორც ფეხით მოსიარულეების სიკვდილიანობის შემცირებას და ტრამვატების შემცირებას შეუწყო ხელი, არამედ შეუწყო ზოგადად მობილობის განვითარებას. უფრო მეტი გადასასვლელები გაკეთდა ფეხით მოსიარულეებისთვის, უფრო მეტი მწვანე სივრცეები შეიქმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო თავისუფლად დადის და როცა მაღალი სიჩქარის ლიმიტები გვაქვს, მაგალითად იგივე დედაქალაქში თუ ავიღებთ, როცა სწრაფად მოძრაობს ავტომობილები, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბალანსებულად ვერ მოძრაობს და ესეც რა თქმა უნდა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამასთანავე მნიშვნელოვანი არის ეს ტოლერანტობა, ეს 15 კმ/სთ, რომელიც არც ერთ ქვეყანაში დედამიწის მასშტაბით არ არსებობს და მხოლოდ საქართველოშია, აქაც არის საერთაშორისო გაეროსა და მსოფლიო ბანკის და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, სადაც არის რომ უნდა იყოს 5 კმ/სთ ან 10%. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაცია წლებია ანხორციელებს სასკოლო ზონების პროექტს, დაახლოებით 12 წელიწადია და ვცდილობთ რომ სასკოლო ზონები მუნიციპალიტეტებში, ასევე დედაქალაქში დაინერგოს 30 კმ-იანი ზონები და არ იყოს ის 40 და 50 და კვლევებით დასტურდება რომ თუ 30 კმ-ით გადაადგილდება ავტომობილი, როცა ფეხით მოსიარულეთან ხდება შეჯახება, გადარჩენის შანსი არის 80%, მაგრამ თუ ტოლერანტობას ავიღებ და მაინც 45-ით უნდა გაიჯაროს, პირიქით დაღუპვის შანსი არის 70-80%. აქედან გამომდინარე ეს არის მთლიანი სისტემური მიდგომა ჭირდება და მენეჯმენტის გაუმჯობესება, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში მიგვიყვანოს იმასთან, რომ შევამციროთ ეს სტატისტიკა, რაც აგვაქვს დღეს. დიდი მადლობა. მადლობა შევახსენოთ მაყურებელს, ირაკლი იზორია, ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი გახლდათ ჩვენი სტუმარი და კულათა სისტემის გამოყენებაზე ვისაუბრეთ სიჩქარის გადაჭარბების პრევენციისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ და ტკივნეულსაც ვიტყოდი.